26 მაისი დღე, რომელიც ყველა ჩვენგან საერთო სულისკვეთებით გვაერთიანებს. 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება 108 წლის შემდეგაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ განსაკუთრებული განწყობით აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებების ეპიცენტრი ამჯერადაც ქვეყნის მთავარი მოედანი იყო. თბილისის ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ მიიღო. აღიმართა ეროვნული დროშა, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. Ოცდაექვსი მაისის ღონისძიების ყველაზე ემოციური ნაწილი ახალწეულების მიერ ფიცის დადების პროცესი იყო. გასული წლებისგან განსხვავებით ამჯერად ფიცის დადებამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. რეკრუტებმა ღვთისა და ერის წინაშე ფიცი თბილისსა და ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას უძველეს ქრისტიანულ ეკლესია მონასტრებთან დადეს. მე საქართველოს მოქალაქე! შევდივარ სამხედრო სამსახურში! Მინდა მოვიხატო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. ეს იყო წლევანდელი ღონისძიების მთავარი კონცეფცია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სწორედ ამ თემატიკას დაეფუძნა. 26 მაისის ღონისძიებაზე მივიდა საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქიც. შიო მესამემ ქვეყნის დამოუკიდებლობის პროცესში ეკლესიის როლზე ისაუბრა. ახალ თაობას კი ცნება თავისუფლების მართებულად გააზრება ურჩია. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას. ჭეშმარიტი თავისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების დავალდებულებაა. აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეკლესიის როლსა და დღეს არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებას კიდევ ერთხელ ემუქრებიან. 35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ კვლავაც გავდივართ 40 წლიან მოსეს გზას. დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერება მისცა ჩვენს ქვეყანას შეასრულება ურთულესი გამოწვევების მიუხედავად. მტკიცედ დაიცვა სარწმუნოება, შეენარჩუნა ბინამშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად იგვიყვანს აღთქმულ მიწამდე, ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე. ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე 26 მაისია. ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვით და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსასწრების მიუხედავად ჩვენ გადავრჩით, რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები, სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა. დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა. დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვროთ, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. 35 წელია ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ. ზოგიერთს დღესაც სურს მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ.
ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმებულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა. 26 მაისი არის დღე, როდესაც ყველა მოქალაქე პოლიტიკური თუ სხვა სახის გემოვნების მიუხედავად საერთო იდეის გარშემო ერთიანდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მშვიდობა, ევროპული კეთილდღეობა და განვითარება არის ის მომავალი, რომელიც მათ საკუთარი შვილებისთვის სურთ. 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ქვეყნისთვის და ჩვენი ოჯახისთვისაც მათ შორის. რა თქმა უნდა, ვისურვებდი ნამდვილ თავისუფალ ქვეყანას, უფრო მეტი თავისუფლება, უფრო მეტი განვითარება, უფრო მეტი ღირსება და აი ამ მომავალ თაობას, რომელიც აქგანან უკეთესი სამშობლო უნდა შეუნახოთ და დავახვედროთ მომავალში. ნამდვილ დამოუკიდებლობას უსურვებდი ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ აქამდე მოვედით ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი მომავალი იყოს უფრო თავისუფალი, მეტ მეგობართან ერთად ვიყოთ. მე მინდა, რომ ჩემ ქვეყანაში დაცული იყოს ფუნდამენტური ადამიანის უფლებები და ყოველი თითოეული მოქალაქის ხმა ესმოდეს სახელმწიფოს. გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს, რა თქმა უნდა, ეს არის ერთიანობის, თავისუფლების და ყველას უსურვებ, რომ გვეცხოვროს დამოუკიდებელ გამწყდებულ საქართველოში. ლიუს თავისუფალს. თავისუფალში რასაკვირველი. გაერთიანებულ, გამწყდებულ საქართველოში გვეცხოვროს და ომი ღმერთმა გვაშოროს, არც შინარყოფილი იყოს ომი ჩვენს ქვეყანაში და არც გარედან. გილოცავთ დღეს, იმიტომ დღეს მიხარო და ეს დღე იყო. გამოვედი 26 მაისს, რომ ეს არის რა თქმა უნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც მოვიპოვეთ 1918 წელს და მე ისა რუსეთმა და რუსეთმა საბჭოთა კავშირი შეგვიყვანა, მაგრამ 1918 წელს საბჭოთა კავშირიდან გამოვედა დამოუკიდებელი გავხდა. გილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს მასშტაბით მივილოცავ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს არის აი როგორ თქვა ჩვენი საქართველოს დღე, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველას მივილოცავ ამ დღეს. 26 მაისის ღონისძიების მიწურულს თბილისის თავზე თავდაცვის ძალების ავიაციამ გადაიფრინა, რომელმაც ცას საქართველოს დროშის ფერებში შეღება. თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკაც.